ხლიჩილია. ანუ ის გაიყო ორ ნაწილად, ერთი ნაწილი რუსეთს, მეორე ნაწილი შეერთებულ შტატებს, ერთს პირდაპირ ოკუპაციის სახით, ანუ ეს ტერიტორია პირდაპირ უერთდება რუსეთს, რუსეთის იურისდიქციაში შედის ფორმალურადაც და ფაქტიურადაც, ხო და მეორე ნაწილი ესე იგი რჩება ფორმალურად სუვერენულ ქვეყნად, მაგრამ არის პროტექტორატის ქვეშ, de facto. ევროპას არაფერი. აი ეს რომ ევროპას არაფერი, ესე იგი ჩვენ გავარკვევთ ევროპას არაფერი, ეს არის ესე იგი აი modus vivendi უკრაინასთან დაკავშირებით. და ეხლა ხდება კონკრეტულად გამომუშავება უკვე რეალურად სად გაივლის ეს მიჯნა ზღვარია. კი გაიყოფა ეს ამერიკის პროტექტორატსა და ხო, ამერიკის პროტექტორატსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილს შორის, ხო? ეს არის, ეს მოდი გადაწყვიტოთ უკრაინელების ხარჯზე ისევ სისხლით, ომით. და ეუბნებია რუსეთს რომ ნუ იომე რა, ესე იგი სანამდესაც შეგიძლია და უკრაინასაც ეუბნებიან და თან ისე რომ ამაში უკვე ამერიკა აღარ მიიღებს მონაწილეობას, გულისხმობს თქვა სადაზვერვო უზრუნველყოფა, საინფორმაციო იარაღს პირველ რიგში ფინანსურ უზრუნველყოფას და შემდეგ მთელი ტვირთი უნდა წაიღოს ევროპა, რომელსაც არაფერი არ რჩება, ესე იგი არავითარი სარგებელი აქედან არ ექნება. იმიტომ რომ ყველაფერი წაიღო, ესე იგი აქამდე ხო იყო სტარმერთან დადებული ხელშეკრულება. ხო, ის მაინც ეს არის წინააღმდეგი, ერთმანეთს უკვე მეორე გადაცემა სამ კითხვას. რა საკურველია წინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის, ხო, მაგრამ ეს არის იმიტომ ამბობ რომ არავითარი წესებზე დაფუძნებული წესრიგი არ არის. რომელია უპირატესი ბრიტანეთთან ძალის სამართალია, თალბატონო, აქ ძალის ეს რომელს მეტი ძალა აქვს ახლა. ამერიკას ჯერჯერობით. ეს რიტორიკული კითხვა თუ გახსოვთ ეს ღიმილის ბიჭი ერთ-ერთ ხმავს მეტ ძალა გააჩნია რა შემთხვევაში, მაგრამ აქ ნებისმიერ შემთხვევაში ძალა, რეალური ძალა აქ ტრამპსა და ზელენსკის შორის დადებულ ხელშეკრულებას და სტარმერი ბუდიში და ნუ დარჩა ესე იგი ვირის თავფეხით რა, არაფრით ეს. გადააგდეს ფარატინა ქაღალდია, რომელიც შეიძლება ნუ თავზე გადაახიეს რა რეალურად. ეს არის ხო და ეს მოხდა უკვე და თან საბოლოო ჯამში ეს რაღაცა კონფიგურაციას აი როგორი modus vivendi იქნება ეს რასაკურველი ჩვენ იმდენად გვაინტერესებს რომ ჩვენს გვეხება უცბად ეს ხო აი დაასრულე და მინდა ეს კითხვა ხო და ეს როგორი იქნება ესე იგი მომავალი მსოფლიო წესრიგი ხო ჯერჯერობით ამისი არავითარი ნიშანწყალიც არ ჩანს, რომ აი რაღაცაზე, მაგალითად უსაფრთხოების სისტემაზე ევროპაში, რუსეთის მონაწილეობით თუ მის გარეშე თუ როგორ იქნება, ამაზე შეთანხმება.